ყველა დილამშვიდობის მოკეთე. არა, ეგ არავინ იცის. ეგ არავინ იცის. დილამშვიდობის ჩემო ტკბილებო. მოკეთე. ნუ დამცინი. აბა როგორ ხართ, როგორ ბრძანდებით, როგორ გიკითხოთ. ამ რაღაცნაირად ძალიან კაი დღე. დღეს რეალურად გესმის? რეალურად დღეს საღამოს კი არა და 12 რო გახდა და 15 გადასცდა 15 წუთით, მაშინ გაჩნდა თორნიკე. ანუ ხვალდილას კი არ გაჩნდება. გაჩნდა დღეს ღამ. გესმის? 17 წელი გავა. 17 წელი, ევა მითამაშა, 17 წელი გავა მას მერე რაც მე ამ ქვეყნად ისეთი ტკივილი განვიცადე, როგორც არც იქამდე და მე თუ არასდროს არ განმაცდევინა უფრო დიდი, არც მაგის მერე არასოდეს განმიცდია. აი ჩემი 20 ეს შენ გადმოყარე, აი, ნახე რა საკავს გაზი. გადაგედო გრიმაზე. მაგიდაზე. მაგიდაზე ადგილი არ იყო ეს რატო არ იყო? იყო მშვენივრად ყვილის იძახი. ეს ეხლა ღამისაა. ხოდა სულ შენ გარეცხე ხო? კარგად გამოგდი. ეს ეგეთი ტკივილი ხარ ხო? ტკივილი არ მინდა. აჰა, შენ ტკივილი გამომართვი. მომეცი ხა სიხარული. ვარ, კი, მჯერა ეგეთები. ცარიელი თეფშები ნახე დაყრილი. ხოდა ეს აი გამოიღო დატოვა. ყველა ესე აკეთებს აქ დიდი პატარა. ხოდა თან მოვინდომე რო არ მინდა მეთქი გაუტკივარება. ჰა? სადაც კი უნდა გქონდეს. გაუტკივარება არ მინდა მეთქი. უნდა გამოვცადო როგორია მშობიარობის ტკივილები მეთქი. გამოვცადე. არ ვიცი სადაა. მაგალითად ხო არა. ლია რამე შეინახავ ხა შენ ეხუმრები. ეხუმრები მაგას. მე რა ეხუმრები. ხოდა მოკლედ ესე 17 წელი გავიდა ხალხო დღეს საღამოს გავა არც კი მჯერა ლია წავიდა ელენეს 2008 მაგ დროს ჯერ არ იყო ეგ დაწყებული ივნისში ხო იყო ეგ აგვისტოში დაიწყო ხო და ეგ ბავშვი ჯერ ივნისში გავაჩინე აგვისტოში ამხელა იყო და კოდის ბაკავები ამში უნდა წავიდე ხო და კი აღარ გავგიჟდი შენ უკვე წასული იყავი ხო და მოკლედ რაღაცას ვიძახდი და დამავიწყდა
აი მას შვილები ზემოთ არიან და მე მეტრიკები მისვა. ხო, იცი რო იზრდები იკა, მე ბევრ რაღაცას ხვდები და პატარა და გულანთებული რო ხარ. შეიძლება ბევრ ამას მაშინ ვერ მიხვდ. დროატარო და ომში მე ვიდეო. იქ იდგნენ კაცო იმაში. წითელ ხიდზე რიგი იყო. 100%. როგორ არის და? ხო. ხო და ელია წავიდა იმაგას ვიტახდი ელენეს დეიდას, ელენეს ბებიასთან, ელენეს სადაც ცხოვრობს იქ. ელენეს დეიდა სიკვდილის წლის თავია. ოღონდ არ ვიცი უკვე მე რამდენი. არა. გუშინ წავიდა საღამოს და მოვა დღეს ალბათ. თორნიკეს დაბადების დღისთვის მოვალო. ხო და ეგ ქალი ელენეს დეიდა მე რო თორნიკეს ვაჩენდი იქ იყო ჯამრთელი მშვენიერი და ბალეში ყოფდა ეს ვინ წარმოიდგენა რამდენიმე წელში ქალი არ იქნებოდა. ხო მე თო ჩემო რანაირია ცხოვრება. ეს მინდა. თხილი. აუ თხილი სადღაც აიღო. ხის თხილი აქვს ნაყიდი და მინდოდა რომ გამეტეხა რამდენიმე, მაგრამ არ ირის. სად იდის? აი. აკიქის. ხო, არა, ჯერ ესენი რო გარეცხავ მერე. ეგ იქით დადე იქით. ეს არის წყლის საღებავი. წყლის საღებავით რო აქვს ნათამაშები. ქვასავით არის. სადიპოვის ხომ. იმსის კეთხილია. ეს გარეული ისაა. აა. მაგიტომაც არის ესეთი მაგარი. მაგარიც იმიტოა. გასაგებლარ. სხვები უფრო წდება, პირველი ძალიან ორი გაწყდა. და, კი. თუ ჩამეშალა ხელში. ბონი ეგარ შეჭამო. ბონი. გადმოაგდე. თხილის ნაჭუჭია იო ამ დეგენერატმა. აი თხილის დამივარდა და ნაჭუჭია იყო. ნაგე აქ არის. მაგიტო ვიდახი დეგენერატია თქო. აუ კიდე დამივარდა. არ მიხვიდი არა იყო ხა. შენი კუჭი ამის მომნელებელია ხალო? მე რო იქაჩები არ ამყავდე შენს იქ ნიკილაუდა. ეს ბიჭი არის ტიკტოკერი, კაცი უფრო სწორად. ზღვაზე გემზე მუშაობს. არ ვიცი ვის ყავთ გამოწერილი. წეგან უყურე ვიდეოს, მაიმე როგორი ის არის. რა ლამაზია, რა მაგარია, რა რთულია. ფსიქოლოგიურადაც რა ძნელია წარმოიდგინე. ლამაზი კია ეს ზღვა, მაგრამ თვეების განმავლობაში რომ მიწას ვერ ხედა, უბრალოდ წარმოიდგინე. რა საშინელება, просто ემოციურად და რაღაცა. შენ ვერ გაძლებდი, ხო?
მე მგონი მეც ვერ გავძლებდი. აუ სუყარა დაიშალა. ისეთი მაგარია კანი, რომ ტეხა ვისიც ტყდება. ესე იგი 1 საათით? 1 საათი როგორ ვერ გავძლებ, კაცო, 1 საათში. 1 საათში ნაპირზე თუ დამაბრუნებენ, ვში არ მაქვს პრობლემა, მაგრამ თვეობით და მე ეს რო ადიდდება და აზვირთდება. ზღვა. ხახო, ჩემი სასწორი გამოსწორდა. ო, გაშრა ეგ გამოუშვა, მაგრამ აცი 2 დღე? გააცილე თორე კიდე გარეცხავს. აი, არა, აღარ გარეცხავს აწი, მაგრამ რატო გარეცხა იმას ვერ ხვდები? ანუ უნდა მიხუთარიყო ისედაც ადგილი არ უნდა დაესველებინო. დაესველებინა კი არა, სულ იმ ესე როგორც შერეცხავ, ეგრე იყო გარეცხა. დასველებაზე არ არის საუბარი. იქ ხო არ ვიცი საერთოდ ანუ ეგეთ რაღაცები არ ეშლებოდა მაინც რა ვიცი რა. ეგ როგორ მოვიდა არ ვიცი. მე თხილი კი არ მაქვს ნატეხები მაქვს. აი, ოქრა მაინც გამოვიქნება. Awesome. ესე ეხლა ყავა მოვიდუღოთ, ეს გადავდოთ. არ გაბედო. აჰა. ახლა ვეღარ გაბედავს. ნამდვილად. ახლა მინდა. ყავზე. გასწრას აი მაგალითად საერთოდ არ მაქვს შიმშილის გზნობა. ეს და ყავა მინდა, თორემ აი ვაფშე ზოგჯერ ისეთი შიმშილის გზნობა მაქვს ხოლმე დილი და ეხლა ვაფშე არა. მე იმას ვაბრალებ უწუხარ ზაღამოში შაურმა რო ვჭამეთ. ექსია და ზედმეტი იქნება, მაგრამ ეს ამის ხალხს მომიშვებ, თუ იქით წავიდეთ ცივს. კარგი ბიჭი. ნახე როგორ წავს, ნახე. ჩემი ნებიერა. ჩემი პატარა ნებიერა. ჩემი დედას ნებიერა. დედას ნებიერა.
ჰაიზელნუტ. შოკოლადი წამოვიღებ ხალხო. შოკო. შოკოლადი ვარფე. რა გინდა დედიკო? ანდრუს რა მინდაო? ეგრე შეშუნდა. ხილად. ჩემი პატარა ძაღლი იყავი. ყურები აცქვეტილი გქონდა. დედიკოს ძალიან უყვარდი. ნიკას ფეხებში გორავდი. ფეხების ნაცვლად სხვა უნდა იყოს, მაგრამ დავიცოთ ცენზურა. რა სიტყვი იყო? თან ჩვენთან მთელი დღე გასარეცხე ჯუჯე, მთელი დღე. იმიტომ რომ ეს ძალიან მექანიკურია, იქ ყურადღება გადააქვს ადამიანს. რა? არც ქალის არა დამიჯერე. უბრალოდ ქალები იმიტომ აკეთებდნენ ადრე, რომ თუნდაც ახლა ფაგზარო არა აქვს. ეგ არავის საქმე არ არის, ყველა ჭამს და ჯურჯელი გასარეცხია. აი ძალიან არ მიყვარს ეს ქალის საქმეთ როა მიჩნეული. რატო აქვს ქალის საქმე? როგორც ქალისა, ისე კაცისა. ფას არაფერი მიკითხავს. გული გამისკდა. სნეიკი გამომიგზავნეს გუშინ. როგორც მიხვდით. ხო და ესა გემრიელად როგორც იქნა მეშველა. ეხლა გაჩვენთ რა გამომიგზავნეს. ეს არის ჩემი უსაყვარლესი სნექი, რომელიც მიყვარს ყოველთვის. როცა ვიკრებ წონაში, როცა არ ვიკრებ წონაში, აი აბსოლუტურად ყოველთვის. ეს გავხსნათ აბა. რამდენი ხანია გამითავდა. ხოდა ძალიან გამიხარდა, რომ გამირეკეს. ეს არის პოსტა. ეს მარტო ჩემი სიყვარული კი არ არის. ეს ჩემი ოჯახის სიყვარულიც არის. ყველას უყვარს ჩემთან და ამიტომ აი ისეთი სისწრაფე ჯიჭმევა, რომ აი არც კი ვიცი. მე ასეთი არაქის კარაქი არ ვიცი. დაჭემი არ მაქვს. ამან შემაყვარა მე არაქისის კარაქი, იმიტომ რომ ადრეაც მქონდა გასინჯული. ეგ არაქისის კარაქი არ იყო. ნახეთ პროსტა. ეს ნახეთ. ჩემი სიყვარული ეს არის უბრალოდ მე არ ვიცი რა ეს არის საოცრება აი ეს
ჩემთან გათავდება, იცით რამდენ ხანში? 2 დღეში. ეხა არის ძალიან სიცხე, გარეთ. გაცხელებული, ეხა მას გრილად მოვათავსებ. მაცივარში ჩავდებ იმას, რომელსაც ჭამს, დანარჩენს უბრალოდ გრილად მოვათავსებ და გვექნება ყოველ დღე ჩემი საყვარელი სნექი დაბრუნდება, ეს არის ხოლმე ხლებცი, ეს ბანანი, ან ეხა მოცვი შემოვიდა და მოცვთან ერთად მიყვარს სიგიჟემდე ძალიან უხდება, ჩემთვის ძალიან უხდება. რა ვიცი, ჩემთვის ყველაფერს უხდება. იმასაც შვრიის ფაფასაც ძალიან უხდება, რომელიც შვრიის ფაფა არ მიყვარს, მაგრამ ამითი ძალიან გემრიელია და ხილით. პლუს ხაჭოსაც ძალიან უხდება. ხაჭოს არ მიყვარს ძალიან, მაგრამ ამითი ხილით და ბერძნული ძალიან მიხარია. ძალიან მიხარია. დიდი მადლობა სნექის. პირველ რიგში, იმიტომ რომ ესეთი შესანიშნავი ქართული პროდუქტი გვაქვს და მეორე რიგში, იმიტომ რომ ჩვენ გამოგვიგზავნეს ხო პონი მოვიდა, ნახეთ. მიცა. ნახეთ. ეხე, პონის уда სნექი. კიდე პონის სნექი. სიც გაჭამო სნექი. გაჭამო? კარგი გაგაშინჯებ მე უნდა აბომატო დედიკო რო ჭამს ეს რა არისო? ეს რა არისო? სნექის პერი რო ხარ შენც. ქალო. ოკეი. დაგემოვნება თალკე. ჯირსები ხო იცით მე არაქისის კარაქსზე. ვაიმე, რას დავჭიქი. დილამშვიდობისა ყველას. ყველას და ჩანს უკან. ვაიმე, კაი ხელი. ანუ ხალი საქმეით იმიტომ ითვლებოდა ეგ, რომ დროში სადაც ძალა იყო მნიშვნელოვანი, რომელიც ხალს ფიზიკურად არ ქონდა. ისე ნაწილდებოდა შესაძლებლობები, ვისაც რა შეეძლო, იმას აკეთებდა. ხო და დღეს ხალები არ მუშაობს უფრო ნაკლებს, ვიდრე კაცები. შეიძლება მეცაც კი მუშაობს ბევრი ხალი. ასე რომ არა, ეგრე რომ ეს ქალის საქმეა, ის კაცის საქმეა. უნდა გადანაწილდეს ისე, რომ ვისაც როგორ შეუძლია, ისე იქნას. მე არ მithkoms გარიცხობენ თვითონ და ინიციატივა, იმიტომ რომ ქონდა წინაპირობა. ხო. ისა. მაგრამ მინდა რომ ვიყიდო აუცილებლად ჩვენ სახლში უნდა იყოს ეგ, იმიტომ რომ რა ვიდრომი აქ, რადგან ბევრი ვართ. კატასტროფა დღე აუდრომი აქ და მთელი დღე ხან ლიერეცხავს, ხან მეორეცხავ, ხან იზეცხავს, ხან მეორეცხავ და ანუ მთელი დღე რატო უნდა იყოს ადამიანი რაც სხვაში? არ უნდა იყოს. მით უმეტეს საჭმელი, ახლა არაფერი არ არის გაკეთებული, გუშინ საღამოს რაღაცა ტამი დაიჭრა, რაღაცა ის პომიდორი ჭამა. რაღაცა კვერცხი შეიწყა და ანუ ეგ არ არის ესეთი ეს კერძი რო კეთდება, ისრება ყველაფერი. თებში თასი ვიცით ქალებმა ხარ ის ვამბობ. კაფა, ყვავი და ასე რაღაცა. ხო. ახლა ის ბოლოა და თორნიკეს დაბადების დღეა და მე დღეშია ხელფასი და ამ ეს დრო ყოველთვის მიჭირს ხოლმე და მიხარი რომ საჩუქარი უკვე აქვს ნაყიდი აქ. ტორტს მამა ყიდულობს. და მე ვყიდე ორცუშის როლებს, რომელიც დიდი სეტი მინდა და დაახლოებით იმდენი ღირს, ამდენიც მე 22 ცხამდე პურის ფულად მქონდა გათვალისწინებული. It's okay.
ჩემთან შევპირდი, რომ ის ცვლილებები, რომლებიც დავიწყე, არ გავჩერდები არასდროს. არასდროს აღარ მექნება ასეთ სიტუაცია, რომ ვითვლი და დავუშვით დაბადების დღის წინ რამდენი დამრჩება საჭმლის ფულად. შემდეგ ორ დღეში ამ ასაკში ამით აღარ მეპატიება. ნუ დრო აფრთები გავშალოთ. საკუთარ თავს ვეწვიოთ. და გავაკეთოთ ის, რაც ჩვენი საქმეა. კარგიც არის ეს თქვა, აუცილებლად მტკბილია. კატასტროფულად. პეკინზე და ნავთლუღში უნდა შუზიოთ, ამ უნდა დამიწერა. ეგ ვიცი. მაგრამ აქეთ ასად არის? ვარკეთილშიც იყო. ის ფონჩიც იყო. ანუ აქეთ ხაერს არ არის? მადი სალამი გულები დამიწერა. მოგიკითხავთ. ნატა, ნინ ძალიან კარგად მართავ მანქანას, მე მეშინია და ვევრისკა. არ და მოტივაცია მომცი უკვე. ნინი კიდე მინდა და მეკითხა კალორიას როგორ იცვლი, ანუ სასწორით და შემდეგ ტელეფონში როგორ იცვლი. ანუ შემდეგ ვითვლი, ანუ 100 გრამზე რამდენიც არ აქვს პროდუქტს, ანუ გრამი ხო ვიცი, მაგალითად შევჭამე 40 გრამი. 100 გრამს აქვს თქვა 300 კალორია. და მაგის მიხედვით ვითვლი 40 გრამს რამდენი, ანუ პროპორციის მიხედვით. ვამრავი და ვყოფ. ანუ 40 გრამს ვამრავ 300 და ვყოფ 10-ზე, ანუ გავიგებ რამდენი 40 გრამს. დამატებია. მიხარია რომ მოტივაცია მოგეცი მანქანაში. მიხარია რომ მოტივაცია მოგეცი კალორიებშიც. რადგან მკითხე. ძალიან მიხარია. მე საერთოდ ანუ არ ვიტყვი ისე რომ თავს შევიქებ, ასეა. ანუ მე ვარ ადამიანების მოტივატორად შექმნილი. ყოველთვის როცა რაღაცას ვაკეთებ, ისეთი ჩართულობით, ისეთი სიყვარულით, ისეთი შედეგით ვაკეთებ. ანუ მე არასდროს არ მოვახო ადამიანებს თავზე რაღაცას, რაც არ მუშაობს. ყოველთვის ჯერ ჩემ თავზე ვცდი და მერე გიზიარებთ. და როცა რაღაცა კარგი მუშაობს და ამას გიზიარებთ, ეს ძალიან მიყვარს. რეალურად ეს იყო. ისთვისაც მე არხი დავიწყე სულ პირველად YouTube-ზე. ეს იყო სანამ YouTube-ის შესახებ გავიგებდი საერთოდ და დავრეგისტრირდებოდი. კალორიის დაიეტი რომ მქონდა. საიტი და ფორუმი. სადაც წერდი სტატიებს. სტატიებს წერდი ხალხო. ადამიანების სამეხსნა. რა არის კალორია? როგორ იმატებ, როგორ იკლებ, როგორ ინარჩუნებ, როგორ დავიკლოთ. მქონდა უამრავი რეცეპტი დაცული კალორიებით. მაშინ ისე მიჭირდა მატერიალურად.
და ამ საიტს შენახვა უნდოდა დომენის ფული იყო სახდელი. თავიდან მგონი 250 ლარი გადავიხადე, რომ ამეღო კალორიას და ეჯის სახელი. მე გავაკეთეთ ჩვენ თვითონ საიტი. კოტის მამ ერკვევა ეგეთ რაღაცებში და გამიგეთა. და ფორუმიც ჰქონდა. თან ეს იყო ჩემი დიზაინი ძალიან ლამაზი მწვანე ფერებში გაკეთებული. თეთრი და მწვანე. და მე ყოველთვიურად 50 ლარი ჯდებოდა ამის შენახვა. ყოველთვიურად. მგონი ყოველთვიურად აღარ მახსოვს დომენი რო არ გაუქმდეს, ანუ აი ეს კალორიას და ეჯი. და ჩემი ხარჯებით ვიხდიდი, იმდენ გოგოს დავეხმარე, იმდენმა გოგომ გაიგო კალორიების შესახებ და დღემდე ინარჩუნებს წონას. იმდენმა დაიგო და ერთხელაც არ მომსვლია თავში აზრად, რომ მე თქვა, რომ ანუ მე არ მქონდა მაშინ ფული და იმ საიტის არსებობაში, რომელიც რეალურად ძალიან ადგებოდათ ადამიანებს და ყავდა ბევრი გოგო, ანუ 50 კი არა, 250 და მეტი აქტიური წევრი მყავდა. ანუ არ მომსვლია აზრად, რომ მე თქვა, რომ აი უბრალოდ თითოეული ჩამოდით და მე კი არ მომცეთ. უბრალოდ ამეხმარეთ გადახდაში. თუ გინდათ თქვენ გადაიხადეთ ის იმლარობით. ანუ აზრად არ მომსვლია და სანამ ფიზიკურად შემეძლო ვიხდიდი ხალხო ამ ფულს. და მე როცა ეს გამიუქმდა, გადავწყვიტე რომ გამეუქმებინა, იმიტომ რომ ვეღარ ვინახავდი ჩემი რესურსი, გადავწყვიტე გამეკეთებინა YouTube არხი. სადაც ვიფიქრე უფრო ადვილად, უფრო გასაგებად, ავხსნი ადამიანებს მოუყვები, ვასწავლი, მე დაიმატა ინტუიციური კვება, ანუ კალორიები, ინტუიციური კვება და ანუ აი რა არის ბუნებრივი წონა და ესენი ეს არის ჩემი ერთ-ერთი პირველი ვიდეოები ზუსტად. ხო და ანუ ჩემში ყოველთვის ძალიან ადვილად შემიძლია ადამიანების გულებში ნაპერწკალის ანთება, იმედის ანთება, რის მერეც ადამიანებს შეუძლიათ რომ გაყვნენ რაღაცა გზას და ბოლომდე მიიყვანონ თავისი საქმე და ძალიან მახარებს და ძალიან მაბედნიერებს ეს უნარი რომ აქვს. მარტო ის ხალხი კი არ დავამოტივირებ, ვისაც უყვარ ვარ. ვისაც არ მევასებებ, მაგრამ მაინც ჩემგან მიაქვს ყველაფერი. ეგენც დავამოტივირე და ძალიან ამაყი ვარ რეალურად მაგის გამო, იმიტომ რომ ეგ ძალიან ბევრს ნიშნავს და ძალიან ბევრზე მეტყველებს. ვიოლა ყოჩაღნინი ძალიან კარგად ატარებ მანქანას, მარტო სეირნობას მშვენიერია. აბა რა. ხო, თან არ გავისეირნე, საქმეზე ვიყავით იბისი ბანკში. დღესაც უნდა მივიდე, ჩემი ბარათი უნდა ავიღო. ადრე მქონდა ანგარიში და დავხურე. ეხა ისევ დამჭირდება. ხო და ისევ გავხსენი ლიბერთიშიც და იმაშიც თბილისშიც. და ანუ ძალიან დიდი ხანი ამას ვდებდი და თალკე ვიდეოში. ხვალ არა და ზეგ ალბათ მოგიყვებით ამაზე. რას ვაკეთებ? ხვალ ბავშვის დაბადების დღეა. ამიტომ ზეგ მოგიყვებით. ხო. ძალიან კარგი. ჩვენი ყოჩაღი ნინი საოცარი გოგო ხარო ნინიკო, მადლობა ძირფასო, ლელა პროფესიონალი ხარ, მაღალდეც გულიანი გოგო, მონდომებული ისე ატარებს წლების ცოდნი ადამიანი, ეგონები ვინმეს, ვაიმე, ეს შიგნიდან, თორე აბა გარედან დაინახე როგორ დავდია. დიდი მადლობა ძირფასო, ეს ადამიანი რო გიყვარს ეს არის. რა კარგი ტანი გაქვს, ნი ლამაზი გოგო ხარ ძალიან, ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა ძირფასო. გუშინ დავბლოკე ერთი ადამიანი, რომელმაც დამიწერა, რომ აი შენო ისეთი ტანი არა გაქვს, რომ გამოსაჩენი იყოს კომენტარი დამიწერა. ანუ გულსატკენად დამიწერა ეგეთი კომენტარი რა და ძალიან გული მეტკინა, რომ ადამიანს ეგეთი აზროვნება აქვს, ანუ ჩემთან მიმართებაში კი არა, ზოგადად, რომ ესე იგი საკუთარ თავზეც და სხვა ადამიანებსაც ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თუ იდეალური არ ხარ, იდეალური ბჭყალებში, ანუ იმ წესებს, იმ სტანდარტებში თუ არ ჯდები, რომელიც ვიღაცამ დაადგინა, ესე იგი გამოსაჩენი არ ხარ. ანუ
ეს ადამიანი თავის თავს უფლებას არ აძლევს, რომ გამოსაჩენი იყოს. მე ეს ადამიანი დაუბლოკე, იმიტომ რომ ესეთი ადამიანების ადგილი ჩემ არხზე არ არის. იმიტომ კი არა, მას კომპლექსი აქვს, არა. შეიძლება მე ჩემი კომპლექსი მქონდეს და ყველას გვაქვს ჩვენი კომპლექსები, მაგრამ მე არასდროს არ ვაძლევ თავს იმის უფლებას, ანუ იმდენი შეგნება მაინც მაქვს, რომ სხვაზე ჩემს კომპლექსებს არ გადავიტან და არ გავავრცელებ, ხო? ანუ ხვდები იმას მაინც, რომ ეს ჩემი კომპლექსია, ეს ჩემი ცუდია და მე უნდა შევებრძოლო და მე უნდა შევცვალო და როცა ადამიანი კი არ ხვდება ამას, ცდილობს რომ ამითი რაც რეალურად მას აქვს საკუთარ თავთან გამოსასწორებელი ცდილობს რომ სხვას ამითი გული ატკინოს, ანუ ეს ძალიან ცუდი რაღაცა არის რა და მე არ მიკითხავს როგორი ტანი მაქვს, მე არ მიკითხავს უფლება ვინმესთვის რომ აი დავდო თუ არ დავდო, არავისთვის არ მიკითხავს ეს უფლება. ეს არის ჩემი არხი, ეს არის ჩემი სახლი, თქვენ ჩემს სახლში ხართ, ჩემს ოჯახში ხართ, ჩემს სულს იცნობთ, ჩემს სხეულს იცნობთ, ჩემს ყველაფერს იცნობთ და ხო არ თქვათ რომ ესაო პლაჟზე დადიან ესე, რატო არ უნდა ვთქვათ არაფერი მე ესეთი არ მეცვა ტოპიკი და ისეთი ტრუსი ზუსტად როგორი კუპალნიკებითაც და საცურაო კოსტუმებითაც ხალხი დადის პლაჟზე და ანუ არაფერი რაც არ იყო დასანახი იქ არ გამოჩენილა და ეს იყო უბრალოდ სხეული და მე მინდოდა რომ ეს გამოჩენილიყო. სიმართლე გითხრათ რომ ეს გეგმაში საერთოდ არ მქონდა, უბრალოდ მოვედი ვიდეო ჩავხდე და შარვალს ვავიწევდი, მე იქიდან მინდოდა რომ იმას მექნა რა, ამომეჭრა ეგ და იქიდან ჩხამესვა, მაგრამ იმდენად მომეწონა ჩემი თავი, ძალიან მიხარია რომ ჩემი თავი მომწონს და არ მიხარია რომ მე სხვის დადგენილ სტანდარტებს აღარ ვუყურებ. რეალურად ვინ ადგენს ამ სტანდარტებს? ამ სტანდარტებს ადგენენ მაგარი ადამიანები, რომელსაც მე მიყვება ვინ ხროვა, ხო? გინა ხროვა და არ გინა ფარა, ხროვა არა, ფარა. აი როგორც ხრების ფარა, ეგრე ანუ ვიღაცა იტყვის რომ ეს ჩაჯმული ვიჩარვალი მოდაშია და ყველას ჩაჯმული ვიჩარვალი აწი ბოდიში ამ სიტყვას რო ვიძახი, მაგრამ ადრე მოდაში იყო ხომ მე ბიჭებს ეცვათ, აი შარვალი რომელსაც მუხლებამდე იყო ჩამოწეული, აი მართლა გეგონება ადამიანმა ჩაისვარაო ეგეთი რა. და ანუ მე არ მინახია ადამიანი რომელსაც ეგ სტილი უხდებოდა და უფრო მეტიც აი რომ ვუყურებდი ხოლმე პატივისცემის გნობაც არ მქონდა იმ ადამიანებთან მივიდეს ეგეთი შარვალი ეცვა. და მარტო იმიტომ რომ ვიღაცამ თქვა ეს არის ტრენდიო, სანამ ეგ ტრენდში იყო, ეგრე დადიოდნენ ეგ ადამიანებია და მე ვთვლი რომ იმდან მაგარი უნდა იყოს შენ თვითონ რომ შენ თუ შექმნა ტრენდი. ანუ ხო არის ვიღაცა, ვინ ზემოდან ამას ქმნის, ანუ ის მაგარი ვიღაცა და იმიტომ ქმნის ამ ტრენდს და მე ვთვლი რომ იმდან მაგარი უნდა იყო რომ შენ შექმნა ტრენდი. ანუ თუ ყველასთვის მაინც ვერ შექმნი, საკუთარი თავისთვის მაინც შექმნა და მე მინდა რომ ჩემო გოგოებმა ყველა მიცოდეთ რომ ჩვენი სხეული როგორც არ უნდა იყოს ეს მშვენიერია. და მე 70 კილო რო ვიყავი და სარკის წინ ვიდექი, ზუსტად აი ასე ტოპიკით და ტრუსით და ვუყურებდი ვფიქრობ რომ მერტო როგორ მიყვარხარ და მაშინ კიდე არ მქონდა ამ ხელა მიმღებლობა როგორც ახლა მაქვს, ანუ რა კუთხით ვიძახი, აი რატო დავტოვე ეგ და რატო არ ამოვჭერი. ვიცოდი რომ ეს ბოროტიენები რომლებიც ატარტარდებოდნენ რაღაცებს დაიწყებდნენ არა მარტო ჩემთან სხვაგანაც მაგრამ ანუ საერთოდ არ მაინტერესებს მე ნული ადამიანების აზრი საერთოდ არ მაინტერესებს იმიტომ რომ მე ვიცი რომ სიწმინდე და კარგი ადამიანობა სულიდან მოდის და ადამიანის სულაც რო გააშიშვლონ და ქუჩაში შიშველი გააკრან მის სულს ეს ვერ შებილწავს ან თუნდაც თვითონ ვერ გაიხადოს და შიშველმა იაროს ადამიანი ეს ადამიანმა ეს ვერ შებილწავს სულს მაშინ როცა სულს ბილწავს ის რას ვაკეთებთ ჩვენ როცა არ ჩანვართ როცა სხვები ვერ ვხედავენ როცა მარტო ღმერთი ვხედავს ღმერთი რომლისაც სიტყვიერად გვწამს მარტო და გულში რაც გვაქვს ანუ რაც არ უნდა ვთქვათ რას არ უნდა ვქნათ ჩვენ ხო ვიცით და თუ ღმერთის გვწამს ხო ისიც ვიცით რომ ღმერთს მაიცის ჩვენ ვინ ვართ და ანუ ეს არის ჭირხმარიტი ან სიწმინდე და ან სიბინძურე მე ესე ვხედავ და ანუ სხეულში არ არის სიბინძურე მე ესე აღვიქო და რატო დავტოვე ხა გუშინდელის ანუ რომ ყოველთვის მე ვთვლიდი ხოლმე რომ ანუ არ ვარ კარგი არ ვარ საკმარისად კარგი მთელი ჩემი ახალგაზრდობის წლები ეხაც ახალგაზრდა ვარ მაგრამ ვიძახის 18 წელი 20 წელი 25 წელი ანუ ყოველთვის თანდევდა ეგ ვიყავი 50 კილო 57 კილო 55 კილო და ანუ ყველა ეტაპზე მქონდა ეგ ჩემი თავი არ მომწონდა რეალურად წონაში არ იყო საქმე რეალურად სხეულში არ იყო საქმე ანუ შეიძლება დავიკლო წონაში
და იდეალური წონა ვიყო, მაგრამ მაინც არ ვიყო ის იდეალი, რასაც გონებაში წარმოვისახავ, იმიტომ რომ სხეულს აქვს თავისი შესაძლებლობები, რომელიც იმის იქით არ არის, ხო? ანუ მე მაგალითად ჩემზე დამოკიდებული, რამდენი მაგარი ვიქნები ცხოვრებაში, მაგრამ ჩემზე არ არის დამოკიდებული მე როგორი სხეული, ანუ კი, არის დამოკიდებული რა ფორმაში იქნება ეს ჩემი სხეული, რაც მაქვს, მაგრამ იდეალურ ფორმაშიც რო იყოს, ანუ რაც აქვს საწესი მონაცემი, იმაზე უკეთესი ის მაინც არ გახდება, ხო ეგრეა? ხო და ანუ ეგ ილუზია კი არ გქონდეს, რომ ეგ გახადო იდეალური, როგორც ვიღაცა ბებიამ, ვიღაცა ბაბუამ თქვა, ხო? ან თუნდაც ქალმა და კაცმა რა შუაშია, ხო? არ აღნიშნულობა. ანუ არამედ ის, რომ ანუ შენ, აი მე ეს აღქმა მქონდა, რომ ეხა 3 დღის წინ 3 გოგო მოკვდა, 3 დღის წინ კი არ რამდენი დღის წინ და დღეს არის მე მგონი იმ გოგოების გასვენება. ერთი გოგო 19 წლისა და ყველანი 25 წლამდე იყვნენ რა და ანუ მათი სხეულები აღარ არის. მე მჯერა ღმერთის, მწამს ღმერთის და მე ვიცი რომ სული უკვდავია. და მე ახლა იმ ადამიანმა რომელიც ვერ იღებდა თავის სხეულს 20 წლის, 18 წლის, 25 წლის ვერ იღებდა თავის სხეულს, ვერც 45 კილოზე, ვერც 47-ზე, ვერც 50-ზე, ვერც 53-ზე, საერთოდ უკვე კატასტროფა მეგონა და 55-ზე. ანუ ამ დონეზე არ მქონდა მიმღებლობა ჩემი თავის მიმართ და ბოლოს ის შევძელი 70 წლის ვიდეო, 70 წლის ღმერთო ნეტავი 70 კილო ვიდექი სარკისი და ფიქრობდი ნინი როგორ მიყვარხარ, როგორი კარგი ხარ, ამ შვენი. ანუ მე ვხედავდი ყველაზე მეტ გრამს, ყველა ცელულიც. ეს ის არ არის რომ დაბრმავდი და ვეღარ ხედავ, მაგრამ მე ვხედავდი მას თუ რამდენ ლამაზი ვარ, იმიტომ რომ ვარ, იმიტომ რომ მიყვარს. აი თუნდაც შენ შვილი გიყვარს, შენ დედა გიყვარს, ანუ შენოდეს მე ფიქრობ იმაზე, ეხა იდეალური ტანი არაა, ხო? ანუ მაგაზე არ ვფიქრობ, შენ უბრალოდ გიყვარს ისეთი როგორიც არის და კუთარი თავიც, ხო? ხშირად ძალიან კრიტიკულები ვარ და არ შეგვიძლია მიღება და სიყვარული, მაგრამ მე ეს შევძელი, მე ეს გზა გავიარე და რადგან მე ვარ ბევრი ქალის და ბევრი გოგონას мотиваცია, მინდა რომ მათთვის ეს იყოს მესიჯი, რომ შენ მშვენიერი ხარ, რომ შენ უნდა აკეთო ის, რაც შეგიძლია რომ აკეთო, უნდა აკეთო ყოველ დღე, უნდა აკეთო დაუღალავად, მაგრამ ამავდროულად შენ ახლაც ამ მომენტში და მიისწრაფი იქითკენ, სადაც მიისწრაფი ამ მომენტშიც მშვენიერი ხარ. და ეს რასაც აკეთებ და ისკენს მიიწაფი, იმიტომ კი არა რომ შენ თავი გძულს და ვერ იღებ, არამედ იმიტომ რომ შენ თავი გიყვარს და ანუ მე ვფიქრობდი გუშინ, იმიტომ არა მოვჭერი ეს რომ ვიფიქრებ დადგება დღე, რომ აი მე რო ვათვალიერებ ხოლმე ჩემ ფოტოებს 18-20 არც მაქვს 21, ანუ რაც უკვე Facebook-ზე მიდევს მოგრად იმ ფოტოებს რა, 21 წლიან, 25, 27 თუნდაც, ანუ რომ ვუყურებ იმ დრო იმდენად ვფიქრობ, ღმერთო, რა კარგი ვყოფილა, რატო არ მომწონდა? ალბათ თქვენს გექნებათ ბევრს ეს განცდა, ბევრს იქნება ნაცნობი. რატო არ მომწონდა? როგორი მშვენიერი ვიყავი, ღმერთო ჩემო, რა კარგი ვიყავი, რატო არ მომწონდა? და ამას რო ვფიქრობ, მე მენანება რომ მაშინ ამას ვერ ვხედავდი და აი გუშინ მე იმ მომენტში როცა მე ასეთი ვარ და ვინახე რომ მშვენიერი ვარ ხდები და ეს ჩემთვის ისეთი ძვირფასია რომ ვიფიქრე რომ ოდესღაც ჩემი სხეული აღარ იქნება ასეთი, იმიტომ რომ დაემატება წლები და საერთოდ ერთ დღესაც ჩემი სხეული აღარ იქნება, მიწაში უნდა ჩაიდოს, უნდა დაალპეს, უნდა გაქრეს. ჩემი სული დარჩება, მაგრამ ეს სხეული, რომელსაც პატივი აქვს, რომ ჩემი საოცარი სული ატაროს, რომელიც აი ჭურჭელია, ჩემი ძვირფასი სულის ჭურჭელი, რომელიც მე ისე მიყვარს და რა შემილია მე ახლა გავაკეთო ამის. მე შემიძლია რომ ის დავტოვო აქ, ანუ ამოვჭერი ფეხების აწევა, როცა შარვალს გავდი და რაღაც, ანუ დავტოვე მაქსიმალურად ისეთი რა, აი ჩვეულებრივი ესთეტიური, ანუ მაქსიმალურად რა. დავტოვე ჩემი თავისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ შეუძლია საკუთარი არაიდეალური სხეულის მიღება, მესიჯად, რომ შენ მშვენიერი ხარ და ეს საოცრება და შენ იდეალური ხარ, იცი რატო? ანუ ვინ გდია ვიღაცა, ვინც მოვა და გეტყვის, რომ იდეალური არ ხარ, რომ ვიღაცა ვიგინდა რა. ანუ ვინ არის ვიღაცა, ვინც მოდას და ბიზნესს ადგენს და ამბობს, რომ ამ სიმაღლე და ამდენი წონა უნდა იყო, მაშინ როცა თავად ღმერთმა შექმნა შენ ისეთი, როგორც ხარ.
ვიღაცა 180 სანტიმეტრი შექმნა, ვიღაცა 170, ვიღაცა 160, ვიღაცა 155, ვიღაცა 150, ვიღაცა 158 და ვიღაცა 120-იც არის სიმაღლეში, ხო? რატო არ შექმნა ღმერთმა ყველა ერთნაირი თუ კი იდეალი არსებობს? იდეალი არ არსებობს, ყველა იდეალია. ანუ ჩვენ ეს უნდა გავიგოთ, ყველა არის იდეალი. ღმერთმა იმიტომ შექმნა ასე ნაირგვარი და ნაირფერი, რომ ჩვენ ყველანი ვართ იდეალი, ჩვენ ყველანი მისი ხატი ვართ. მთავარი არის, რომ ის ვატაროთ ჩვენი წმინდა და ნათელი სულით და პატივისცეთ და გვიყვარდეს ეს სხეული, იმიტომ რომ აი ეს გამოცდილება, რაც ამ ქვეყნად გავდივართ, ამ სხეულით, აი მოგვეცა ამისი უნარი, მადლიერი უნდა ვიყოთ. მე ძალიან მიყვარს ჩემი მანქანა და არ მინდა საერთოდ სხვა მანქანა, აი ამ წუთას არც ერთი მანქანა არ მირჩენია, მაგრამ ერთხელაც მე ჩემი მანქანა შეუძლია სხვა მანქანით ვივლი, მაგრამ ჩემი სხეული ანუ ამ ცხოვრებაში მე ამ სხეულით უნდა ვიარო, ეს არის ჩემი ყველაფერი, ხო? და მე ის მიყვარს. ძალიან მიყვარს და მე ამაყება ის როგორიც არის. მე მომწონს მისი ფორმები, მომწონს ჩემი წვრილი წელი, მომწონს ჩემი ლამაზი მკერდი, მომწონს ჩემი მრგვალი თეძები, მომწონს ჩემი რბილი კანი, ჩემი სტრიები, ჩემი ცელულიტები, ჩემი მოშვებული აი მე მიყვარს ჩემი სხეული, რომელიც არის ჭამრთელი. მე მადლიერი ვარ მისი რო არის ჭამრთელი, რომ ამდენ რამეს გაუძლო ჩემს სისულელებს, მიუღებლობას, რომ ტანჯავდი, ვაწამებდი, ერთ დღეს უამრავს ვაჭმევდი, მეორე დღეს საერთოდ ვაშიმშილებდი. მე ეს პლასტიკური ოპერაცია ამხელა კიდე არაფრისთვის აბსოლუტურად ნარკოზი, ხო? ცხვირი ეს აი აბსოლუტურად არაფრისთვის ეს, ნუ ცხვირი კაი, ხო? დღემდე ვიძახი, 100000-ში გავიკეთებ და მილიონჯერ კიდე. ანუ მე მადლიერი ვარ. აი ყველაფრის, ყოველი წუთის, ყოველი წამის, აი ცოცხალი რო ვარ, რო ვჭამ, აი რო შევიგრძნობ, რომ ანუ ეს ისეთი მშვენიერია და ანუ როგორ ანუ მე რო ამას ვცნობ ჩემ თავზე, სხვას როგორ ვეტყვი, რომ შენ არ გაქვს გამოსაჭი, რაც ქვია გამოსაჩენი არ გაქვს. შენ მშვენიერი ხარ. რამდენი გოგო იმალება აი ამ ბინძური დამპალი ბულერი ხალხის გამო. რამდენი გოგო იმალება. ეხა რამდენმა გოგომ გაიკეთა ბარიატრია TikTok-სა და რამდენი გოგოა ბედნიერი იმის გამო, რომ უფლება მიეცათ, რომ იყვნენ და თავისთავად გამოხატონ. იმიტომ რომ როგორც იქნა ხალხი ტარს უკრავს, რადგან შენ წონაში იკლებ, ხალხი ტარს გიკრავს. ანუ იმიტომ კი არ მიგიღეს, რომ შენ შეიცვალე, იმიტომ მიგიღეს, რომ მათთვის მისაღები ხდები. და ეს ისეთი საზიზღრობაა. ანუ მე მინდა რომ ჩვენ შეგვეძლოს ჩვენი თავი გავაზიაროთ მაშინათო და ჩვენი თავის ყველაზე უარესი ვერსია ვართ, როგორც მე გავაკეთე. მე რეალურად ვიდეოების გადაღება დავიწყე ჩემი თავის ყველაზე უარესმა ვერსიამ ყველა კუთხით. მატერიალურით, ვიზუალურით, ჩაცმა, დახურვა, სახლი, კარი, ტელეფონი, ყველაფერი მქონდა. აი მინუსებში, ნულზე კი არ მქონდა, მინუსებში მქონდა. და ჩვენ და ამ დროს იყო ძალიან დიდი ბულინგი, ხო, იმიტომ რომ ადამიანები არ გაძლევენ უფლებას. ანუ თუ გაბედავ რომ გამოხვიდე და ხმა მოიღო, მაშინ იმდენად ჭყალებში იდეალურად უნდა ჩანდე, კი არა, ვინ არ არის ის ჭყალებში იდეალი, ხო? მაგრამ უნდა ჩანდე მაქსიმალურად ახლო ამ ყველაფერთან, რომ ვერ გაბედონ რომ ტალახი იგესროლონ და მე კიდე მინდა რომ სირცხვილი ისე ამაღლდეს ჩვენი აზროვნება, რომ სირცხვილი გახდეს, როცა შენ თავს ნამდვილს აჩვენებ, ამ დროს ვინმე ტალახი გესროლოს, იმიტომ რომ ეს ყველაზე ფასეულია, როცა შენ შეგიძლია რომ შენი თავი ნამდვილი ბრჭყალებში არა იდეალური აჩვენო და აი მთელი იდეალურობა სწორედ ამაშია. და მე არ ჭირდება ჩემს სახზე ადამიანები, ასეთი აზროვნების ადამიანები. ამიტომ იბლოკებიან პირდაპირ. უბრალოდ მე ამაზე იმიტომ ვილაპარაკე, რომ ვიცი ძალიან ბევრი გოგო და ქალი მიყურებს, რომელიც თავს იზღუდავს, რომელსაც პლაჟზეც კი არ შეუძლიათ ჩაიცვან ისეთი შორტი, ისეთი ტრუსი და ლიფი, რომ აი თქვათ სტრია გამოუშვეს, რომ თქვათ ვაიმე და ცელულიტი არ დაინახავს ვინმე და თავის მშვენიერ სხეულს მზეს არ ანახვებენ, ზღვაზე რაღაცა გრძელები ასვიათ, ვის გამო? სულად 7000 კილო რო იყო, შენ უნდა დატკბე. იმიტომ რომ შენ მშვენიერი ხარ. ამას სანამ არ გააცნობიერებ, დადებითი ცვლილებები შენ ცხოვრებაში არ დაიწყება.
შვენიერი ხარ, ისეთ როგორც ხარ, რო ხარ, მარტო ამიტომ ხარ შვენიერი და საოცარი. და შენ შეგიძლია ყველაფერი შეცვალო. ყველაფერი შენ ხელში აბსოლუტურად. ოღონდ საკუთარი თავის სიყვარულიდან უნდა გამოხვიდე და მიღებიდან და არა სიძულვილიდან, რომ ვაიმე საძულველი ჩემი სხეული, არა, ეს საჩუქარია. და ის გოგოები, რომელსაც დღეს მიწაში ჩააწვენენ, მათ აღარ ექნებათ აღარასდროს ეს სხეული, აღარასდროს. კი, მათი სული უკვდავია, მაგრამ ეს ძვირფასი სხეული, რომელსაც უნდა ესუნთქა, ეცხოვრა, მილიონი შეგრძა მიყო, აღარ ექნებათ ეს. და როგორ შეიძლება რომ შენ ეს გაქვს? და ამას მალა ვიღაცა იდიოტების გამო. იმიტომ რომ არც ერთი ნორმალური ადამიანი არ განგშის. არც ერთი. განგშჯენ მარტო იდიოტები. ჩანტაბაში წასულან იდიოტები. ხა ეგრეა. მადლობა ლეონ ძვირფასო, რამხელა რამე მოვაყოლე. ნინი შენ რა შევშვი თეთრი ტოიოტა იმან მადლობა გითხრა აბარიულებით ვაიმე ვერ შევამჩნიე რა კაია რა მითხარი ზოგი ადამპალია რა შეხედავენ გოგოს დიდი გული ეძლებათ დაბერდებიან საჭესთან და ახალ ბედამძღოლებს აკრიტიკებენ ხო იცი რა არის გეგონება თვითონ დაიბადნენ საჭის წინ რა იკა გეგონება თვითონ იქ დაიბადნენ ყველაზე მეტად მარტო სიაველი მიყვარსო. ძალიან არ მიყვარს ეგეთი კაცები. მე როცა ვარ ხოლმე ბიჭებთან, ან კაცებთან ერთად, სხვა კაცებს არასოდეს არ ვეხიპიშები, იმიტომ რომ მე რო ავახიპიშო სხვა კაცი, ამათთან დაპირისპირება უნდა მოუწიოთ და ვინც ის რამე უბედურება არ დატრიალდეს. ამიტომ სათქმელიც რომ აქ პირი მაქვს ხოლმე მოკეტილი. და ეს დაგროვილი მაქვს, ხვდები? ხო და მარტო რო გავდივარ, ერთ სიტყვას, ერთ მზერას არ შევარჩენ. იმიტომ რომ მართალი ვიყავი. ნახე, მე გზა არ გადამიკეტია. აქეთ გზა თავისუფალი გზადი გაიარე, ხო? ვუყურებ იმ TBC ბანკს, ვუყურებ, არც ვიცოდი სად იყო ვათვალიერებდი. ვუყურებ რომ სად გავაჩერო ეხლა. კი, ახალ ბედამძღოლი ვარ და რა გინდა? აი, გადმოსულიყო აი ამ ყველაფერს ვეტყოდი. აი რა გინდა? რა უფლება გაქვს? შენ ვინა ხარ? მე ჩემი აზარი მიწურულებას იგრებელო შენ ვინ მიგდი ხარო იქიდან რაღაცები მომაძახე ხო მარტო კი არ გავლანძღავდი პატრულშიც დავრეკავდი მეტი არ მინდა ვინმე შემეყაროს ცუდი იმენა ბთღვირს ვადე ჯონდობელი ქალი ვარ ანუ იმიტომ რომ არ ვიტან პირადი საზღვრების გადალახვას გადმოლახა უნდა დაისაჯო მორჩა თეა სუმშვიდობით იარე ნინი უნოშულზი არის საბურთალოზე მარჯანიშვილზეც ყოფილა სითი მოლშიც ვაგზლის მოედანზეც მოლებში ვაგზლის მოედანზე სადაა მე არ ვიცი რატო არასო შემიჩნევია სადაა ვაგზლის მოედანზე პასაჟში არ შემიმჩნევია კიდობანშია კიდობანში არ ყოფილა 1000 წელია მარჯანიშვილზე მე მგონი მეტროსთან იყო სადღაც ეგრე მახსოვს თუ არ ვცდები სითი მოლშიც არის შეიძლება სითი მოლში წავიდე ვაფშე რა კარგია მადლობა საყვარელო მინდა ქოში ნინი აურად კბილი ვლოგი იყო ყოჩახ ჩემო გოგო უძლიერესი ადამიანი ხარ ნუ ეს ტაქსის ცხოვრების 80% მასეთი ავარიო ბოდიში ამ სიტყვისთვის არა ბოდიში იმსახურებს და როცა ეგ სიტყვა საუკეთესოდ მაგას გამოხატავს მე კი არ ვარ უსდელი როცა მაგას ვამბობ უბრალოდ თავის სახელს ვარქმე კი ეგრეა მანანა მარტო მხოლოდ შენ თავის იმედი გაქვს ხო და ეგ მშვენიერია ღმერთმა მშვიდობით გატაროს ნინი მადლობა ძვირფასო ხათუნა ყოჩაღი გოგო ხარ როგორც ყოველთვის მადლობა ძვირფასო მიშო წარმატებები მადლობა მაკა ესე არ ჯობია მარტო უფრო შენზე იქნები დამოკიდებული ნინი სუპერ ბელა მალადე სულ ფიქრობდი მარტო უფრო დაკვირვებით იქნებოდი და შეძლებდი ხო მე ადრე 2 წელი ხო დავდიოდი სულ მარტო დავდიოდი მარი რომ დაგითმობენ ავარიულები ჩაურთე ეგ ნიშნავს მადლობას აი არ ვიცოდი ეგ მეცოდინება ნინი ულამაზესი ხარ მუდამ მიბრწყინე და იკაშკაშე ლიზი მადლობა ჩემო საყვარელო ირმა ამინ საყვარელო ღმერთმა მშვიდობითა და ბედნიერებით გატაროს მრავალი წლები მარია მიყვარ ხარ ნინი მანანა შენ ხარება ლამაზი პატარა
კეპკიანი ქული ძალიან გიხდება ნინი. მადლობა ძვირფასო. არ მიყვარს სინამდვილეში მგონია რომ არ მიხდება, მაგრამ სახეს ვიცავ. არ ვიცი ქალაქში რა უნდა დავიხურო. ეს დიდი ფარფლიანი ქუდი საზღვაო თითქოს ქალაქს არ ხდება და ისეთი რომ თან ქალაქსაც უხდებოდეს და რაღაცა ესე ამოვარდნილი არ მინდა რომ ვიყო. იმიტომ კი არა რას იფიქრებენ, პროსტა მე თვითონ არ მომეწონება ჩემი თავი შორიდან რომ დავინახო ხო ხდებით არა და კეპი მაინც თითქოს უფრო მიდის. თუმცა არ ვთვლი რომ მიხდება. მარიამ ნინი ლამაზო მიყვარხ. ადრე რაც არ მიხდებოდა იმას არ ვაკეთებდი და ეხლა რაც მიხდება იმას ვაკეთებ. რაც არ მიხდება იმას ვაკეთებ უფრო დიდი რაღაცისთვის, ანუ მაგალითად კანისთვის, რომელსაც არ უხდება მზე, მით უმეტეს ეხლანდელი. მანანა წარმატებები ანდრეს მადლობა ძვირფასო ვნახოთ აბა როგორ დაწერა. ეკა ნინი ქალბატონი ლია მომნატრებია მიყვარს ძალიან. ნინი მიყვარხარ ძალიან მინდა რომ ყველა მიზანი აგესრულდეს. მადლობა ჩემო საყვარელო ძვირფასო ადამიანო. დიდი მადლობა. ფლოვ კიდე ცოცხალი ხარ? ამას ძირითადად ბავშვები წერენ ხოლმე, რომლებიც ადრე გიყურებენ და რომლებსაც გონიათ რომ ძალიან დიდი დრო გავიდა. ღმერთო მიეცი მრავალი წელი და გააგებინე რომ გახდებიან 35, 40, 50 წლისები როგორ ძალიან ცდებოდნენ. მეც არაფერს არ ვიტყვი. თამუნა მომენატრა თქვენი ყურება ნინი ლია დეიდა. ნინო, ნინი დუდუ დადიანის ცნობილი კალათბურთელი სუსიმპათიურესი ბიჭის უიღბლო სიყვარული და ტრაგიკული ისტორია ყოველთვის იყო ცნობილი. მეხის გავარდნას გავდა მისი სიკვდილი და დღემდე გამოუძიებელია მისი მკვლელობა. მკვლელი სავარაუდო სახელი ჭორის დონეზე ცნობილია, მაგრამ აზრი შენ ეს ამბავი არ გეხსომება, იმიტომ რომ ძალიან პატარა იქნები. ხო, აი საერთოდ პირველად გავიგე, ბავშვი არ ვიცოდი ვინ იყო ეს ქალი. მე კომენტარებში ჩამოვუყევი და ყველა ერთიანად წერდა სახელს და გვარს და იმასაც წერდა თუ ვინ მოკლა და იმასაც წერდა თუ რატომ მოკლა და რაღაცა გული გამეყინა. რაღაცა შინელება. ანუ უყვარს ადამიანს და უყვარს, მაგის გამო რატო უნდა მოკლა ვინმე, როგორ უნდა წაართვა ერთი ღმერთის მიწემული სიცოცხლება იმე. ღმერთო ჩემო. მოკლედ მიყვარხართ. ესეთი იყო დღევანდელი დილის ვლოგი. ყველას დილა მშვიდობისა. ატამი მინდა, ეხლა ატამს გავირეცხავ, შევჭამ და მე ამ ვიდეოს აგიტვირთავთ თქვენ. გადანახული მაქვს, აი გუშინ ვიყიდეთ და გადანახული მაქვს, აი მჟავე მიყვარს, მე მწვანეო და თან დაჭრილია მიყვარს. კაბილებით მიყვარს, მის ღირხანა. გადაწმინდა, ვაიმე რა კარგი. ვაჰ. ვა, რა ბიჭი. ყოჩა. ყოჩა. აბიჭი. ვა. ეს შეხოდა ასე. თითქმის ნოემბერი იყო იქ წაღებული პანსადი. რა კარგი. რა კარგი ბიჭი. ჩემი ხარ. აუ, დილიდან უკვე გაიმზადა. ამო მე რაც გავაგები იმ და შენც გააკეთე. მე მთელი დღე ვრეცხავ. აბა ნახე 2-3 მთელი დღე ირეცხავ. ეხლა მე ეს მოგროვილია თო ცუდი თორე. ხო, ეს საღამოსი. თორე განა. ყოჩა. ახლა მე შევჭამ და მე მაგებს შევალაგე.
220 გრამი ვარ. მუშაობ მე თუ როგორ არის საქმე? ყველა დაკონსერვების ხა. ეს დღეს მეკუთვნის დასვენება. შაბათს ყველა მოხავა. შენ 3 დღე გამოვიდა. სამი ორს ვისვენებ ისედაც პირად. 5 მუშაობ და ამოდის 4 დღე მუშაობა 3 დასვენება. და მეხმარე იმ დღეს. მეც ვერ გავასწინე. რაღაც მეკუთვნის. აკაია. ხალხო პარასკევია რამე. წაში მაშინ რავი. მუშაობა. და კეთილი და გამოიწერთ არხი. მიყვარხარ კოცენ.